ისე მე ვფიქრობ, რომ მოლოდინები უკვე დასრულებულია იმ კუთხით, რომ როდესაც წინაპირობები იყო დაყენებული ივანიშვილის რეჟიმისადმი, მათი მანდატების აღიარებასთან დაკავშირებით და წინაპირობები ეხებოდა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არადამიანური მოყობის მეთოდების გამოძიებას, უამრავი მოქალაქე და ჟურნალისტი იყო სასტიკად-ნაცემი, სიცოცხლის საფრთხე იყო შექმნილი და ამაზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება, რომელიც ასევე მოთხოვნებს შორის იყო. ამის სანაცვლოდ ადგადა წულუკიანმა გამოიჯახუნა კარები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და დატოვა საპარლამენტო ასამბლეა, ისე რომ აღარც ყოფილა საუბარი იმაზე, რომ დემოკრატიული სტანდარტები, რის გამოც ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს 99 წელს და ის ფრაზა მე ვარ ქართველი მაშინ და მე ევროპელი ის გადახაზა ივანიშვილის რეჟიმმა, მათ შორის ამ ქმედებით ისევე როგორც იმ არადემოკრატიული ქმედებით, რაც ქუჩაში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ ჩაიდინეს და დღესაც გრძელდება უსამართლო სასამართლოს პირობებში პოლიტიკური პატიმრების თუ სინდისის პატიმრების მისამართად. ამიტომ რა თქმა უნდა, არაფერი კარგის მოლოდინი მე არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა იქნება საკმაოდ კრიტიკული შეფასებები და კრიტიკული იქნება ეს ივანიშვილის რეჟიმისადმი, მაგრამ ყველაფერს კარგად უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ევროსაბჭოს წევრობა, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის წევრობა, მოითხოვს დემოკრატიულ ქცევას ქვეყნისგან, რომლის წევრიც ის არის და მაშინ, როდესაც პირდაპირ იძახის ივანიშვილის რეჟიმი და ქალბატონი ჭულუკიანი, რომელიც კომისრის როლშია, საკუთარ კომისრის და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომს იმას, რომ დემოკრატიული უთანხმოება საქართველოს აღარ არის, აქ გასაგებია, რომ ძალიან მკაცრი შეფასებები იქნება და სამწუხაროდ საქართველოს გადაიხდის ამ კაცრი შეფასებების და განცხადებების ფასს და არა მხოლოდ ქართული ოცნება შესაბამისად ნახოთ დებატები, მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა და როგორ იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცით ის, რაც დღეს პროპაგანდას თქვა, რომ იმიტომ რომ ისინი არაპირებენ დემოკრატიულ ქცევას და არაპირებენ იმ პრინციპების ერთგულებას, რომელიც ევროსაბჭოს წევრს აქვს ვალდებულება და განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსი აქვს ქვეყანას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ავტორიტარული მეთოდებით აპირებენ გაგრძელებას ქვეყნის მართვის, იქამდე სადაც ისინი შეძლებენ და სადაც მოახერხებენ მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს ქვეყნაში და იმ მხარდაჭერისა, რომელსაც მათ შორის ევროსაბჭოს კუთხით საკმაოდ მხარდამჭერი რეზოლუცია ქონდა ქვეყანას მიღებული. კი ბატონო. თეონა, ასევე მინდა გკითხოთ უშუალოდ აი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ოქრუაშვილი იყო პროკურატურაში, რომელსაც ბრალი წარუდგინეს, ვიცით რომ გვარამია, ჯაფარიძე, მელიაც ელოდებიან ბრალის წარდგენას, ხაზარაძე, ჯაფარიძეს უკვე გირაოც კი შეუფარდეს აი ამ კომისიის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად აი ამ კომისიის მუშაობას და თქვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციაზეც რომ ვისაუბროთ, ანუ კი საუბრობენ რომ წინა ხელისუფლების დროინდელ საქმიანობას ვიკვლევთო, მაგრამ გაზარდეს კი ბატონო და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ თქვენამდეც მოვიდნენ, გულისხმობ თქვენი გუნდის წარმომადგენლები. ყველამდე ძალობრივი შესანიშნავება ფიქცია. კი ბატონო. ხო, აი როგორ ფიქრობთ რა? დავიწყოთ მიზნით, ახლა მთელი ეს შოუ, რომელსაც ქალბატონი ჭულუკიანი თავაზობს ქვეყანას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არაფერს სამართლიანობასა და სამართალთან ამ კომისიას საქმე არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ის საქმე მათ შორის რაც განიხილეს, რაც ძალიან მძიმე საქმეები იყო წინა ხელისუფლების დროს, ამ ვითარებაში ჩვენ ხედავთ, რომ არც ერთი ის მოსამართლე, რომელსაც უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, არ არის გამოკითხვაზე დაბარებული. მეტიც, სწორედ ის მოსამართლეები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ძალიან მძიმე ფასი უჯდებოდათ ეს ამ ადამიანებს, სამუდამოდ არიან განწესებულები მოსამართლეებად და ეს არის ეს კლანის სისტემა, რომელიც გამოიბარა ნაციონალური მოძრაობისგან ივანიშვილის რეჟიმმა. შესაბამისად სამართლიანობასთან კავშირი მას არ აქვს, ეს არის უფრო სანახაობითი და გარდა პოლიტიკური დანიშნულებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისა, მას აქვს მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ არსებული მიზანი, იმიტომ რომ დააბრალოს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ყველას აქვს აღიარებული მათ შორის ტრანსპორტი ომი დაიწყო რუსეთმა, ეს არის სწორედ რუსეთის ამოცანის შესრულება და ძალიან მძიმე იყო სიმართლეებთან ჩემთვის ნახვა იმ სპექტაკლის, რაც აგვისტოს ომის ნაწილს ეხებოდა და მათ შორის იმ დასკვნების, რომელიც გამოძიების დასრულებამდე არალეგიტიმური კომისიის უკვე დადო ივანიშვილის რეჟიმმა.
შესაბამისად, ჩვენთვის ნათელია მიზანი არის ის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე, ჩირთი მოსწონ ჯარს და მათ შორის ქვეყანას ომის დაწყების კუთხით, რაც რუსეთისთვის ძალიან დიდი შვებაა და ის, რომ მარიონეტული რეჟიმები ოკუპირებული რეგიონების უკვე დამატებით მოთხოვნას უყენებენ ქვეყანას აღიარების კუთხით და მათ შორის დასჯას დამნაშავეების ამ ჭალებში ომის დაწყებისთვის, ესეც ამ გადაწყვეტებული გამოძიების შედეგია და ეს არის ჩაულებრივად ღია გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, რაც კი რამე შეეძლო ქართულს ჩაედინა, რაც პირდაპირ კრემლის ინტერესებშია. შესაბამისად, გასაგებია გამოძიების ამბავის და გასაგებია სიმძიმე სამართლებრივი ნაწილის, განსაკუთრებით ომის ნაწილში, მიუხედავად რომ არც ლეგიტიმაცია არ აქვს ამ პარლამენტს და არც სხვა ძალა, მაგრამ სიმძიმე სამართლებრივი კონტექსტით ომის ნაწილში ამას მოყვება და როდესაც დაიდება ეს ეგრეთ წოდებული დასკვნა, თქვენ ამას ძალიან მალე დაინახავთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი მზად არის გაწიროს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის ის მნიშვნელოვანი ინტერესი, რომელიც მშვიდობიანად ევროპული მომავლით ჩვენ შეგვეძლო რომ დაგვებულებინა და გაგომთლიანებინა ქვეყანა იმისთვის, რომ ფული და ძალაუფლება შეინარჩუნოს. შესაბამისად, ეს არის და ეს წოლკიანის ამბავი, რომელსაც მოუნახეს ახლა საბჭოთა კომისიის როლი და აგათებინებენ იმ საქმეს, რომელსაც საბჭოთა კომისიების საქართველოს ინტერესებს იდამება. კი ბატონო, და თეონა მაინც გითხავთ, რა ვიცი, აი რო რამე და დაგიბარონ მიხვალთ. იცით როგორ არის? მე არ ფიქრობ, რომ ეს არის პარტიული გადაწყვეტილება. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ნებისმიერ ვინც იქნება დაბარებული ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. დაბარება არ მომხდარა ჯერჯერობით, როდესაც იქნება კონკრეტულად პირზე, ის აი თქვენ ინდივიდუალურად მაგალითად რას გადაწყვეტთ, თეონა? როდესაც იქნება ეს ყველაფერი, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ნახოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მძიმე სპექტაკლი, რომელიც მათ დადგეს და ეს ყველაფერი. ხო, და აი რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული თეონა, აი ამ სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდით თუ არ მიიღებთ? ჩემი დაბარება უშუალოდ არ მომხდარა და როდესაც მოხდება, მე მივიღებ გადაწყვეტილებას ამის შემდგომ და არა წინასწარი თეორიების მიხედვით და აბსოლუტურად მატვიცებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ შორის უარი თქვეს ამ კომისიაზე მისვლაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ ეს მოხდება, ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ არ დაზიანდეს ქვეყნის გაცხადებული სუვერენიტეტის ინტერესი, რის გამოც არის ამ კომისიის შექმნა რეალურად შექმნილი და რის გამოც მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ხო, თუმცა მაინც ვერ მივიღე, ანუ რა ვერ გავიგე, იცი, ანუ გააჩნია რის გამო დაგიბარებენ მაგალითად თეონა ამაზე არის დამოკიდებული? მე ხო არ ვიცი რაზე უნდა დამიბარონ. სიტყვაზე თუ საუბრობ მეზე, ხო, ჩემ თავზე, ანუ გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ და რა პარტიული კუთხით. ამიტომ მე არ ვიცი თუ დამიბარებენ, რა საკითხზე დამიბარებენ. აი რა საკითხზე უნდა დაგიბაროთ, რა არის ისეთი საკითხი, რომელზეც მაგალითად გადაწყვეტთ რომ მიხვალთ? წოლუკიანს უნდა გითხოთ, მაგრამ თუ მოხდება ეს საკითხი, თქვენ გეკითხებით თეონა. თქვენ რა არის ის საკითხი, რაზეც თეონა აკუბარდიას რო დაურეკავენ, მივა თეა წოლუკიანის შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე. ხო და არ ვიცი მეთქი რა საკითხი შეიძლება იყოს და თეორიაზე არ მინდა მსჯელობა თეორიულად, თუ იქნება პრაქტიკაში ეს ყველაფერი, ამ პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას აუცილებლად ავხსნი. კი, ანუ რამე უშვებთ თქვენ, ანუ კი ბატონო, დავაზუსტებ თეონა, ანუ თქვენ უშვებთ რომ ისეთი ვითარებაა დღეს, რომ არაფერი არ არის არც გამორიცხული და არც გასაოცარი. აი დღეს ჩემთვის გასაოცარი იყო მაგალითად მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში ცვლილებები არალეგიტიმური კანტორის, რომ მე ლექციის წაკითხვა გრანტის პროგრამებში ამიგზავნონ, რაც ძალიან სასაცილოა ჩემთვის, იმიტომ რომ მე არც ფული მომდევარა ბიუჯეტიდან, არც სამშენებლო კომპანია არ მქონია და ოცნებასთან გარიგებით ფული არ მიკეთებია, ერთ-ერთი რაც ვიცი 10 წელი სწავლის შემდგომ ნატოზე და უსაფრთხოებაზე კითხულობდი ლექციებს. და დღეს კანონში ცვლილებაში აქვს არალეგიტიმურ კანტორას იმაზე, რომ ლექციის წაკითხვა ამიგზავნოს. და რატომ არის საფრთხე ნატოზე ლექციის წაკითხვა ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე ლექციის წაკითხვა? ეს ჩემთვის ძალიან ნათელია, იმიტომ რომ მათთვის საფრთხეა ყველაფერი ის, რაც კონსტიტუციური საგარეო კურსით არის დადგენილი და კონსტიტუცია რომ შეცვალეს, ეხლა ცვლიან ისე კანონებს, რომ მათ შორის არ იყოს საუბარი გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებზე. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ჩემი პროფესია არის ეროვნული უსაფრთხოება და ხშირად ლექციებს ვკითხულობ მათ შორის ოკუპაციაზე, რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ის რაც ახლა დღეს საქართველოში ხალხილულად მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით ახორციელებს ამას რუსეთი ივანიშვილის ხელით. შესაბამისად, როდესაც ისეთ რაღაცები ხდება, რაც ხდება, აქ გამორიცხული არაფერი არის, მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთს ამისთვის ძალიან უფრო მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე ივანიშვილმა
ეს შეძლო ერთ წელიწადში ყველა იმ მძიმე კანონის მიღება თავისი არალეგიტიმური კანტონით, რომელიც არის. ამიტომ თეორიაში არ მიყვარს საუბარი, და იქნება პრაქტიკაში ეს ყველაფერი აბსოლუტურად მკაფიოდ პასუხს გაქცევთ მაშინ, მაგრამ წარმოუდგენელი ივანიშვილის პირობებში აბსოლუტურად არაფერი არ არის, ხვალ რომ დამობრალოდ რომ გვირაბს ფრიდი ლონდონიდან ბომბამდე, ესეც არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი კონსპირაციული თეორია, მათ შორის ძველ დროს და ღალატის და ჯაშობის მუხლით ძალიან ბევრი ქართველია დახვრეტილი საბჭოთა ხელისუფლების დროს და ის კანონები, რომელსაც ახლა ესენი იღებენ, ეს აბსოლუტურად საბჭოთა დროში გვაბრუნებს ჩვენ, მაშინ როდესაც ვიბრძოდით დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად და ძალიან ბევრმა ქართულმა შეწირა თავი და აი ამ ხელა წარსული უკან წარსულში დაბრუნება, როდესაც ხდება და მათ შორის პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი წიგნებიდან, ამას როდესაც რეალობაში ვხედავ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ყველაფრის უნდა მზად ვიყოთ და მზად ვიყოთ ისე, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ ისე, როგორც ეს აუცილებელია და როგორც შეგვეძლება. კი ბატონო და თეონა ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება გამოეხმაურა კობახიძის მას რა ქვია ინტერვიუს სადაც კობახიძე ამბობდა რომ აი თუ მოვითმენთო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს რომ ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობსო და ამ არ არსებობსო წერია მათი თქმით საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია კეთილმეზობლობის და ურთიერთ პატივისცემის საფუძველზეო ეს წერია მოკლედ ეს რა არის აი იმდენად დაამძიმე სიტუაცია ამ კუთხით რომ აი ელემენტარულ პულსაც კი აღარ პატიობს სეპარატისტული ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი ირაკლი კობახიძეს. ახლა ირაკლი კობახიძე ჩემთვის აი ოკუპაციასთან როგორ არანაირი კავშირი არ არის, თუმცა ეს არის კაცი რომელიც ოკუპაციო ხასთან არასდროს რომ არ ყოფილა ამით ამაყობს. და ამ ხელა თანამდებობების პატრონი დღემდე არ გასულა არც ერთხელ აგერ 30 კილომეტრი რო არის ოკუპაციო ხაზი იქ არ წასულა. იმიტომ კი არა რომ ეზარება, იმიტომ რომ პრინციპულად არ უნდა ამის გაკეთება. ეს არის კაცი რომლის ხელითაც კეთდება რუსული საქმე. სუვერენიტეტის დაკარგვის და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ეს კაცი რეალურად დღეს ქმნის. ძალიან ბევრი მიმართულებით არა მხოლოდ თავისი განცხადებებით, ასევე მათ შორის უსაფრთხოების სექტორში არსებული რეალური პრობლემების შექმნით და კაცი რომელიც მეუბნება რომ დეოკუპაციის სტრატეგია რომელსაც თავრობის პროგრამიდან ამოიღო, იმიტომ რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკი დაამთავრა თუნდაც დოკუმენტების დონეზე და კაცი რომელიც ოკუპაციო ხაზი არ ყოფილა ამბობს რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენო, ეს იმხელა ტყუილი და იმხელა ირონიაა და ამას მე რომ დე ფაქტო რეჟიმი ეხმაურება ეს თავში ხელის წამორტყმას გავს და ღირსია ირაკლი კობახიძე ამ თავში ხელის წამორტყმას, იმიტომ რომ ივანიშვილსაც წამოარტყა თავში რუსეთმა ხელი, როდესაც მან ეცადა რაღაცა ილუზიის შექმნას, რომ საკონსტიტუციურობა ჭირდება და იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა და იქ რა გამოვიდა რუსეთს და თქვენ სამი სახელმწიფო ხარჯო და არ დაგავისკლათო და ამიტომ ეხლა როდესაც ომის დაბრალების პროცესში სამართლიანო ბოდიშის შემდგომ კიდევ უფრო მეტ ხელს აძლევს რუსეთს იმისთვის, რომ კი ბატონო თავისი ვერსია და მათ შორის სუვერენიტეტის ქვეყნის დაადრინოს და ჟენევაში რუსეთი თხოვს ივანიშვილს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება მოთხოვოს, ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკი არის დიდი ცინიზმი და დიდი უნამუსობა, მაგრამ რომ ლაპარაკის უფლებაც კი არ აქვს მათ და თავში წამორტყმა ეს რაც ირაკლი კობახიძე მან დამოკნელებები მიიღო და ნამდვილად ღირსია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეა ივანიშვილის თამადობით ის ხალხი, რომელიც ამ ქვეყნის ისედაც შეზღუდულ სუვერენიტეტს საბოლოოდ ასამართლებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თეონა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი თეონა